რას ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები. ნათია ტრაპაიძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. სწორედ მან მოისმინა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატების განცხადებები. ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატების განცხადებები ამ ეტაპზე ცოტა ზედაპირული იყო. ისინი ამბობენ, რომ უფრო ვრცელ და დეტალურ განცხადებებს გააკეთებენ უკვე სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც ეცოდინებათ უკვე მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ განმეორდები და ვიტყვი, რომ მილიონი ლარის გირაოს ითხოვს საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურატურა და სწორედ ამ შუამდგომლობის განხილვა დაიწყება წუთი-წუთზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში ალბათ ბედის ირონიაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამ შენობაში მოვიდა როგორც ბრალდებული, მისთვის ეს არის უკვე ოფიციალური სტატუსი, არადა წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ სასამართლო იყო საკმაოდ დემოკრატიული და მადლობას უხდიდა ბატონ ბიძინას და მთლიანად ქართული ოცნების გუნდს, რომ შექმნეს ასეთი ჯანსაღი სისტემა. საინტერესოა, რა თქმა უნდა, ახლა რას ფიქრობს ის ამ სისტემაზე, რომელთაც ერთ დროს ამაყობდა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს გარკვეული განმარტებები ამასთან დაკავშირებით. მინიშნება გააკეთა თავად მისმა უფლებადამცველებმაც. ისინი ამბობენ, რომ ღარიბაშვილს სურს კონკრეტულად განცხადების გაკეთება. არიციან ჯერ ეს მოხდება უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე თუ შემდეგ, უბრალოდ არ დაუკონკრეტებიათ, სად მოხდება ღარიბაშვილის მხრიდან გარკვეული განმარტებების გაკეთება. რაც შეეხება ბრალს, ადვოკატი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი სრულად ეთანხმება იმ ბრალს, რომელიც პროკურატურამ მას წარუდგინა, თუმცა გარკვეული დამაზუსტებელი კითხვებზე პასუხისგაცემისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეს. ასევე არაფერი უთქვამთ, რა იქნება მათი შეთავაზება სასამართლოსთვის. უნდა ითქვას, რომ ბრალი, რომლითაც არის ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილი, შედის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში და როგორც წესი, ასეთ ბრალთან დაკავშირებით პროკურატურა არ ითხოვს ხოლმე არასაპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას, ყოველთვის არის ხოლმე საპატიმრო, როგორც ჩანს, ესეც არის გარკვეული მოლაპარაკებების შედეგი ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების ახალ მენეჯმენტს შორის, რადგან ის არც დააკავეს და შესაბამისად მისთვის არც საპატიმრო გირაო არ არის ამ ეტაპზე მოთხოვნილი. თუმცა გამოძიება გრძელდება და მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა ღარიბაშვილის ბრალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდეს, რა თქმა უნდა, არის. მოცემულობა ახლა არის ასეთი, ყველა ველოდებით სასამართლოს სხდომას, სადაც უნდა გადაწყდეს რა გადაწყვეტილება იქნება პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ დაცვამ მოითხოვოს ან გირაოს თანხის შემცირება, ან საერთოდ ღარიბაშვილის აღკვეთის გარეშე დატოვება. ბატონი ირაკლი დაესწრება აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების სხდომას. ბრიფინგზე რაც მოისმინეთ, ის არის საქმის მოცემულობა. დანარჩენი საკითხები, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენ გაინტერესებთ და მესმის ეს აბსოლუტურად, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ამ შემთხვევაში ბრალს ეთანხმება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. რამე შეთავაზება სასამართლოსთვის გექნებათ თქვენ? ამასთან დაკავშირებით სხდომაზე გავაკეთებთ შესაბამის განცხადებას. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არ ისარგებლებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ადვოკატთა ჯგუფი ვართ, კოლეგები ერთმანეთთან შევჯერდებით შესაბამის პოზიციაზე და გავაკეთებთ შესაბამის განცხადებას. ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთება. ბედიისთვის გაკეთდება მისი მხრიდან გაკეთდება, ალბათ გაკეთდება. პროცესის შემდეგ გააკეთეთ ღარიბაშვილი განცხადება. არ ვიცი, აღკვეთთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი შუამდგომლობა, რომელსაც ავაჟღერებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რა აქვს სათქმელი ირაკლი ღარიბაშვილს, ივანიშვილის ერთდროს საყვარელ ჩინოვნიკს, რომელიც ახლა გაირკვა, რომ თურმე წლების განმავლობაში ღებულობდა უკანონო შემოსავალს და შემდეგ სხვადასხვა მაქინაციებით ცდილობდა ამ შემოსავლისთვის კანონიერი სახე მიეცა. დღეს გენერალურმა პროკურორმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა იმ მოცემულობაზე, რომელიც ამ ეტაპზე არის უკვე საქმეში. ასევე მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გითხრა, რომ ღარიბაშვილი სრულად აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ანუ იმას, რომ წლების განმავლობაში ის როგორც სახელმწიფოს პირველი პირი შეიძლება ითქვას უკანონო ქმედებას ჩადიოდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, გასაგებია, რომ ღარიბაშვილმა აღიარა, მაგრამ მნიშვნელოვანია და საინტერესოა მის ჩვენებაში კიდევ ვინ არიან ნახსენები, იმიტომ რომ მარტო ღარიბაშვილი არ შეიძლება აღიარებდეს თავის დანაშაულს და სხვა პირების ანალოგიურ დანაშაულზე არ მიუთითებდეს. ამ ეტაპზე ჩვენთვის ეს გარემოებები უცნობია. პროცესის დასრულების შემდეგ, რა თქმა
უნდა ჩვენ ამ კითხვებს დავსვავთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილთან თუ ამის საშუალება მოგვეცა და ასევე მის იურისტებთანაც. ასევე მნიშვნელოვანია უკვე დღეს ქართული ოცნების მოქმედი ლიდერშიპის განცხადებები, რას იტყვიან ისინი, რას ფიქრობენ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციულ ქმედებებზე, მის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე, რადგან წლების განმავლობაში, როდესაც მედია ამ საკითხებს აყენებდა, პასუხი ქართული ოცნებიდან ყოველთვის იყო ის, რომ ჩვენ სპეკულირებთ ან ვავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძესთან იყო დღეს შესაძლებლობა, რომ დაგვესვა კითხვები ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, რა პასუხი აქვს დედაქალაქის მერს. ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, ამ ტიპის განცხადებებს შენ თანაგუნდელთან, ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით, ხა ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო და რა ვიცი, ძალიან მწყდება გული, თუმცა დანარჩენს რა ვიცი, გამოძიებას დაველოდოთ. არ მქონია კითხვები, იმიტომ რომ რაც შეეხება ავტომობილებს, ეს იყო სახელმწიფოს საკუთრება, ავტომობილები, რითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა. სხვა რაც შეეხება გადაფრენას, ამასთან დაკავშირებით მან განმარტებები გააკეთა. აი ასე კალაძისთვისაც კი ბევრი რაღაცა ახლა გაურკვეველია. ფაქტი ის არის, რომ ის ავტომობილი, რომლითაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შესაძლოა მისი კანონიერად შეძენის საკითხიც დადგეს და ჩამოართვან. ყოველ შემთხვევაში დღეს ალბათ სახლში ამავე ავტომობილით მიცემენ საშუალებას, რომ დაბრუნდეს. ასევე როგორც ჩანს, კითხვები დაისმევა ჩარტერთან დაკავშირებით, რადგან მინიშნება გენერალური პროკურორის მხრიდან იყო ამაზე. კიდევ ბევრი კითხვაა, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობისას უნდა გაეცეს პასუხი და ეს მოცემულობა მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული ოცნების ბევრ ჩინოვნიკს, რომელსაც შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილთან უკანონო საქმიანობა ჰქონდა. ნათი, აი მართლა ბედის ირონია და ალბათ ძალიან სიმპტომატურია ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები არ იმყოფებიან არც საქალაქო სასამართლოსთან და არც დარბაზში, სხვათა შორის, სადაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობს და ისევ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ვართ გარეთაც, შიგნითაც და ეთერშიც, ვისაც მთავარ ფეიკერებს და საცოდავებს უწოდებდა ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი. კი, თამარ, ჩვენ არაერთი შემთხვევა და ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა ადამიანები, რომლებიც გვანძღავდნენ და სხვადასხვა პირის თუ პარტიის მონობას გვაბრალებდნენ, მერე ჩვენთან მოდიოდნენ, რომ დაგვიცავითო, იმიტომ რომ სისტემა გვებძვისო და არ ვიცი, ღარიბაშვილს ეს დრო დაუდგა უკვე, რომ ისევ ჩვენი დასაცავია. ხო, ღარიბაშვილს ალბათ მოუწევს განცხადების გაკეთება სწორედ კრიტიკულ მედიასთან, იმიტომ რომ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ივანიშვილის მმართველობის რეჟიმში სავარაუდოა, რომ სახელისუფლებო მედია, პროპაგანდისტული მედია ნამდვილად არ დაინტერესდება იმით, რაზეც სხვათა შორის კრიტიკული მედია უკვე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი.